ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. მოგესალმებით, თუ თქვენ გაინტერესებთ სოფლიოს შოუ-ბიზნესური სიახლეები, მაშინ უყურებთ პროგრამა ინფორმატორს ლაილაისთან ერთად და მოდით ერთად ვნახოთ თუ რითი იყო საინტერესო 20 ნოემბერი. გაეროს წარმომადგენლობამ საქართველოში ნეკასების კვერაძე, თათია გიორგობიანს, ლიზი ბაგრატიონს, ნატო მეტონიძეს და ბასა ფოცხიშვილს მშვიდობის დესპანის წოდება მიანიჭეს. შეგახსენებთ, რომ ეს ტიტული პირველად ქუჩის ბიჭებმა დაიმსახურეს. გაუკეთა ყველაფერი ის ბავშვებს, რასაც ბავშვების ნიჭიერების ხელშეწყობა ქვია. ეს არის კინდერდორფის ბავშვები. დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიება არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემი კოლეგებისთვისაც და საერთოდ მოხარული ვარ, რომ მსგავს ღონისძიებებში ხშირად მიხდება მონაწილეობა. გულისხმობ ბავშვებს, სადაც ბავშვებია, მე ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვიღებ მონაწილეობას და დღეს გადმომეცა ეს საპატიო ჯილდო და ვეცდები ამ ჯილდოს გამართლებას. ამ ბავშვებს აუცილებლად უნდა მიხედვა, ამ ბავშვებს აუცილებლად უნდა სიტყვა. აი ჩვენი ყველა მოქალაქის რაღაცა პატარა ელემენტარული წვლილი შეტანა, რაც შეგვიძლია, ვისაც როგორ შეგვიძლია, უნდა მოვეფეროთ ამ ბავშვებს გვერდზე დაუდგეთ. თუ ეს რა თქმა უნდა ჩვენი აკოფნა, აი ჩვენი ეს არაჩვეულებრივი აქცია გადაიზრდება იმაში, რომ იმ ხალხს ვისაც ფინანსური დახმარება შეუძლია. პირველ რიგში სახელმწიფო პროგრამა უნდა იყოს, რა თქმა უნდა, რაც არის ჩადებული იდეაში, ეს თუ ესე განხორციელდა, რომ სახელმწიფო ამას ხელში აიღებს და ჩვენ ყველა მოქალაქე ამას ჩვენი სითბოთ და თანადგომით დავეხმარებით, ეს ბავშვები გამოვლენ სულ ყოფილი ჯანმრთელი ბავშვები. თავად გევხარ ზღვას, თუ არ შეგებრალები და მის თხოვდები სხვას, მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას, გადავლახავ ადიდებულ ჭოროქსა და მტკვარს. რა ჩურჩურიც ესმის ჩემთა ყუნთა, რა ჩურჩურიც დამტაგვერი წელი, რამის სახში შემოიჭრას თუთა, რამის წელზე შემოხიოს ხე. რამდენიმე ქართველი მომღერალი ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება საგასტროლოდ. სწორედ ამ მოვლენასთან დაკავშირებით მომღერლებმა და გასტროლის ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს. ამერიკაში წასვლა უკვე დღეს არ არის ესეთი იშვიათობა. ამას წინათ არის. ვიცი რა არის, მე ვიცი ეგრე. თათარაშვილი იყო ვიღაცა. მე მივაქვს მთელი ჩემი შემოქმედება. გამომდინარე იქიდან რა საზოგადოება და რა სტილი იქნება. ხა აქედან ვერ გამსავდოთ. უბრალოდ ჩვენ ვიცით გლობალურად რა ხდება. 4 კომპანია ღებულობს მონაწილეობას ამ ვიზიტში, ასე თქვა, იქიდან იყო რა თქმა უნდა მოწვევა, ძალიან გამიხარდა რომ რაღაცა კაც მისმენენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამომეხმაურა სოთაშორის დამირეკეს, რომ რაღაცა დავესწრებით თქვენ კონცერტს, ძალიან ჩემი ბევრი მეგობარი ცხოვრობს ნიუ-იორკში და ნუ ძალიან გამიხარდა რომ რაღაცა ესეთი მოწვევა მივიღე და მედია იქ რაღაც მოწონებას დავიმსახურე. კონცერტს რაც შეეხება და სივრცეს ვიცით რომ ერთ-ერთი კონცერტი უკვე გადახდილი აბსოლუტურად ყველაფერის ის გეგმარების მიხედვით რაც უნდა იყოს ეს არის გემი უზარმაზარი ხო რაღაც რომელიც შედის ოკეანეში სადღაც 40-30 კილომეტრით სიღრმეში შედის და იქ ჩერდება და ალბათ მთელი ღამე ნუ რაღაც გაჩერდება და მთელი ღამე რაღაც თბილისის ქალაქობის ერთ-ერთ კონცერტს ჩავატარებთ და იქნება ალბათ ნიუ-იორკში ერთ-ერთი კონცერტი ამაზე ჯერ გადაწყვეტილება მთლიანად არ არის, სადღაც 80%-ზე ალაპარაკი, მაგრამ აუცილებლად მოხდება შეხვედრა და ეს გადაწყდება იქ უკვე რადონის კონცერტი გაკეთება ან კლუბში, ან სადისკოტეკო კლუბში, ან სად იქნება? რაღაცა ესეთ ხო კლუბში. სტადიონზე, ან სტადიონზე, ან კლუბში. მივდივართ მე ოთარი, ქეთა და ქალბატონი ნუნუ გაბუნია. იქ არიან ძალიან ბევრი მომღერლები, მართლაც აი ოთარმა აღნიშნა, ვინც გვიწევს მათი შვილები, რომლებიც მართლა არაჩვეულებრივად მღერიან. აი მე პირადად გაოცებული ვარ აი ამ ბავშვის ნიჭიერებით და ხმის ტემბრის არაჩვეულებრივი მომღერლები არიან, უკვე არაჩვეულებრივი მომღერლები 14-15 წლის ბავშვები.
რადიო ფორტუნაში ნინი ბადურაშვილის სიმღერის პრეზენტაცია მოეწყო. სიმღერას ეწოდება "ჩუმად მინატრე" და მისი ავტორია მაია კაჭკაჭიშვილი. ეს სიმღერა დაწერა მაია კაჭკაჭიშვილმა, არანჟირების ავტორია ბორიკო შხიანი, ჩაიწერა სანოსა და ლევან ლაზარიშვილის სტუდიაში, ანუ გაკეთდა, ბეკები ეკუთვნით ლევანს და მაიას და ტექსტი მანანა გურგენიძის. დასრულდა მუშაობა დაახლოებით 1-2 დღის წინ. მე თვითონაც მომბეზდა თქვა ერთი და იგივე სიმღერა და ამიტომაც გადავწყვიტე ცოტა რაღაცა სხვანაირი ჩამეწერ, სხვა მიმდინარეობის, მეცადა ყოველ შემთხვევაში და მე მგონი რაღაც ძალიან კაი გამოვიდა და ვნახოთ რა. შეცვლილი იმიჯით ეხა არ მგონია რომ რაღაცა თქვათ რაღაცა თმები გავიჩეჩო ან გიტარა დავიჭირო და აღარ რაღაცა, მაგრამ ამ სიმღერას თქვათ ის ისე კაბით და ძალიან აზად ვერ იმღერებ, ხო? ალბათ შესაბამისად რაღაც უნდა შეურჩიო სტილი, თქვათ, არ ვიცი ხა. წინასწარ არ გადამიწყვეტე. თუმცა იგეგმება ამ სიმღერაზე კლიპი და ალბათ იქაც რაღაცა სხვანაირი, თქვა, ცოტა სხვანაირი იმიჯით წარსდგება. იმდენად პოპულარულია ნინის სიმღერები და იმდენად დიდი მოთხოვნა ამაზე, რომ ნინი სულ რამოდენიმე ხნის წინ იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, მოგეხსენებათ ალბათ, სწორედ თქვენთან გაკეთდა პრემიერა ამ სიმღერისა, ჩემს გადაცემაში და პრინციპში არ ხდება ხოლმე ესეთი რამე, რომ ესეთი დროის მოკლე შუალედის შემდეგ იგივე სტუმარი გამეორდეს გადაცემაში, მაგრამ ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, თან ძალიან კარგი სიმღერაა, ძალიან საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ნინი ახალ ამპლუაში წარსდგება ახლა რადიო მსმენელების და შემდეგ როცა კლიპი იქნება უკვე მაყურებელთა წინაშე და რა ვიცი, ძალიან მაინტერესებს გადაცემა live show გახსნილად გამომიცხადებიან. როგორც იცით, მთელი 5 საათის განმავლობაში გამზადებს მეტად საინტერესო სტუმრით, რომელმაც უკვე დაიკავა მისთვის განკუთვნილი ადგილი და აი მზად არის პირდაპირ ეთერში, ესე იგი გაგესაუბროთ ყველას. ძალიან ლამაზ ფორმაშია, რაღაც უჩვეულო ამპლუაშია, მინდა თქვა ქუსლებზე და დრო ჩერდება, რომ შედიხარ, ну მაინც ძალიან ცნობილი ხარ და ძალიან მომხიბვლელი ხარ და რო შედიხარ აი რაღაცა ფუსფუსი არტყლება ხოლმე, განსაკუთრებული ყურადღებას არ იჩენა ხოლმე. საერთოდ უფრო შავგრემანი ადამიანები და ბიჭები მომწონს, უნდა იყოს აუცილებლად დილობიანი, არ უნდა მიღალოს, ტყუილი არ უნდა იცოდეს და ძალიან კარგი იქნება თუ იუმორი ექნება. ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რესტორანი მაკდონალდსი მეორედ საქველმოქმედო აქციას ატარებს. მსგავსი სახის ღონისძიებები 121 ქვეყანაში მდებარე 29000 მაკდონალდსის რესტორანში მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ბავშვების დახმარებას მსოფლიო მასშტაბით. მაკდონალდსი მთელ მსოფლიოში აწყობს ამ აქციას 29000 რესტორანში ხდება 130 ქვეყანაში და საერთოდ ჩვენ სისტემატურად ვაწყობთ ამ ქველმოქმედებას და მიუხედავად ამ პოლიტიკური ისტორიისა გადავწყვეტეთ რომ წელს მაინც გაგვეკეთებინა და გაგვეხალისებინა ჩვენი ზრუნვას მოკლებული ბავშვები და ამიტომ ეს აქცია მოუყარეთ თავის ჟურნალისტების მეშვეობით ჩავატარეთ ამ სახით. იმედი მაქვს და ალბათ ესეც იქნება ყოველ წელს ჩავატარებთ ამ აქციას თბილისის მასშტაბით. ეს უკვე მეორე აქციაა. შარშან ჩვენ ქონდა იგივე აქცია, როდესაც მუსიკოსები იღებდნენ მონაწილეობას, კერძოდ ზუმბა იყო 33 ნიაზი იყო, რომელსაც მაშინ მოემსახურენ უშუალოდ ბავშვებს იმ შემთხვევაში მარჯანიშვილის რესტორანში. დღესდღეობით ყველა ეს აქციის აზრი არის ის, რომ ყველა გაყიდული ბავშვის ჰეპი მილისაგან ჩვენ თითო სათამაშოს გადავინახავთ ზრუნვას მოკლებული ბავშვთა სახელებისათვის და დავარიგებთ შემდეგ უკვე თბილისში არსებულ სულ ყველა ბავშვთა სახლში. ეს არის მოსავარ ბავშვთა ერთგვარი გვერდში დგომა, ესე რომ ვთქვა, ან რაღაც გაიოლება ცხოვრების. ეს რაც შეგვიძლია ვაკეთებთ ერთ სიტყვით. ეს არის მთელი მიზანი. მოდი გააკეთე შეგვიძლია. მე მინდა სიგმატ. ორი ტოსტი, ერთი ჩიზბურგერი.
ერთი ჰამბურგერი. ერთი თავერი. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.